ჩქაროსნული მაგისტრალი, ევრაზიის უმთავრესი ხიდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშზეა. წარმატება და მშვიდობიანი მგზავრობა მინდა გისურვოთ ყველას. მადლობა კიდევ ერთხელ. თუმცა სკოლისა თუ საბავშვო ბაღის სწრაფი მშენებლობა მინისტრისთვის არანაკლებ საამაყოა. იმდენი ბავშვისთვის და მშობლისთვის მოაქვს სიხარული. პრემიერმა როდესაც დაანონსა განათლების რეფორმა და როდესაც მთავრობა მიიღო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათ შორის არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დავდექით, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი შენობა, როგორც სკოლების, ასევე ბაღების არის ჩასანაცვლებელი ან გასარემონტებელი, რაც სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. განათლების სამინისტროსთან ჭიდრო კონტაქტით განისაზღვრა პრიორიტეტული სია. საბოლოო სიაში 77 სკოლა, ასევე 883 საბავშვო ბაღი მოხვდა და სხვადასხვა ეტაპის სამუშაო ასობით ობიექტზე დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც ისტორიული მასშტაბის განახლებაა. საქართველოს ყველა რეგიონში და თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს ბაღების, სკოლების, სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი, როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზუგდიდში სოფელ კახეთში მეორე საბავშვო ბაღი გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკით და ავეჯით სრულად აღჭურვილია. ზუგდიდში სოფელ ოდიშში ახალი 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი გაიხსნა. თელავში რეაბილიტირებული ნომერ მეორე საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნეს. შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი. სოფელ მენში 100 სახსრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. ეს პროცესი პრინციპში გაგრძელდება რა ყოველწლიურად, ვიდრე ყველა ბაღი საქართველოს მასშტაბით არ იქნება იმ შესაბამის სტანდარტებში, რაც საჭირო არის. მაღალი სტანდარტის მიღწევას კი კონტროლის სისტემა სჭირდება, რაც გაუმართავი იყო და სამინისტროს ახალმა გუნდმა თავიდან ჩამოაყალიბა. ბოლო 35 წელიწადში პირველად შეიცვალა საბჭოთა სტანდარტიც, როგორც შენობების, ასევე გზების მშენებლობაში, რაც ისტორიული ნაბიჯია. ჩვენ კიდევ ხელმძღვანელობთ 80-იან წლებში არსებული სამშენებლო ნორმებით და დამეთანხმებით, რომ ეს არ არის ნორმალური. ამიტომ მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გადავიდეთ ევროპულ სამშენებლო ნორმებზე. იმიტომ რომ ჩვენ მივიღოთ მაღალი ხარისხი, მივიღოთ მაღალი უსაფრთხოება, მივიღოთ ასე ვთქვათ პირველ რიგში შესაბამისობა ყველა ნაგებობისა იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებიც ვთქვათ ცივილიზებული მშენებლობისთვის არის დამახასიათებელი. ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა კი ლაბორატორიულად დგინდება, მასალების ხარისხიც და შენობის ფიზიკური მახასიათებლებიც. ფუნდამენტურად განსხვავებული მოთხოვნები ჩამოვაყალიბეთ თუ რას გულისხმობს ზედამხედველობის სამსახური და ახალი შესყიდვა, რომელიც გამოცხადდა და უკვე შესრულდა, აქ აისახა ეს ყველაფერი, რაც გულისხმობს ბევრად ინტენსიურ ზედამხედველობას ობიექტების. ეს იმასთან დაკავშირება, აი როგორც ისე, აქაც ეგრე კავშირება არ მაქვს. აქ სპეციალური ხსნარი აქვს. ყველა მშენებლობას მინისტრი პირადად ცხადია ვერ შეამოწმებს. მისი ინიციატივით კონტროლის რამდენიმე საფეხურიანი სისტემა ამოქმედდა, რაც ობიექტურ ზედამხედველობას უზრუნველყოფს. ყავს საზედამხედველო კომპანია, რომელიც ტენდერის გზით არის გამარჯვებული და ის განახორციელებს შენობების მშენებლობაზე ზედამხედველობას. ამასთან ერთად მუნიციპალური განვითარების ხარისხის მართვის დეპარტამენტიც ზედამხედველობას ახორციელებს, რაც საშუალებას მოგცემს, რომ მდგრადი შენობები კარგი და მაღალი ხარისხით ავაშენოთ და ჩავიბაროთ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი მშენებლობის ვადებია, რაც ხშირად ირღვეოდა. განსაკუთრებული პრობლემა სკოლებსა და ბაღებში იქმნებოდა, რადგან განათლების პროცესს აფერხებდა. კერძოდ მაგალითად 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ერთი მიზეზი კი ის იყო, რომ ასობით მილიონი ლარი სამუშაოებისთვის ავანსად გაიცემოდა. ნაწილი იფლანგებოდა და მშენებლობაც სჭირდებოდა. ამ პრაქტიკას პროკურატურა იძიებს და არაერთი ჩინოსანიც დაკავებულია. პატარა ნაწილია წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის ადამიანების პასუხისმგებაში მიცემა, ყველაფერი დანარჩენი აქვს თავარი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ რაზე, რომ რაც არის ჩამოყალიბებული იმ პრაქტიკის მიხედვით,
პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენ საქმიანობაში ვერავინ ვერ ნახავს ერთ კორუფციულ გადასტომასაც კი. ვერავინ ვერ ნახავს. და ამას შედეგიც აჩვენებს. ასობით გაჩერებული პროექტი განახლდა. კიდევ უფრო მეტი ახლა დაიწყო და თვე არ გავა, რომ ერთდროულად რამდენიმე არ დასრულდეს. მათ შორის მეგა პროექტებიც. იმ ძალიან მაგარ პროექტებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, რომელიც კვირიდან კვირამდე თუ თვიდან თვემდე იხსნება და ამის პრეზენტაციას ვხედავთ, აი ამ ყველაფერთან აუცილებელია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და რეალურად იმ პრობლემებზე, რომელიც არის სხვადასხვა მიმართულებით. და დღეს ეს ყველაფერი შედგა. და ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ეს არის ძალიან სწორი პრაქტიკა. თუ შეგვიყურებს საზოგადოება. და იმიტომაც რომ პრობლემაზე საუბრით იწყება მისი აღმოფხვრა. ეს ერთიანი პროცესია, რომელიც სახეზეა. ყველა ტენდერი გამჭვირვალეა, ხოლო ეგრეთ წოდებული თეთრი სია, რომელიც პრივილეგირებულ მსხვილ კომპანიებს აერთიანებდა, გაუქმებული. დღეს ყველა კომპანია თანაბარია. ეგრეთ წოდებული თეთრი სია, სადაც მოხვედრილი ორგანიზაცია ან კომპანია სარგებლობდა გარკვეული პრივილეგიებით, გაუქმებულია. დღეს ყველა ორგანიზაცია, ყველა კომპანია თანაბარი პირობებით აბსოლუტურად გამჭვირვალე პირობებში იღებს მონაწილეობას ამა თუ იმ პროექტის სატენდერო, ასე ვთქვათ, გათამაშებისთვის. სისტემურ ცვლილებებს წინ კერძო სექტორთან ინტენსიური კონსულტაცია უძღოდა. რეფორმაც კომპანიების ინიციატივებსა და შენიშვნებზე აიგო. ამან ერთი მხრივ რეფორმის წარმატება, მეორე მხრივ კი სამშენებლო კომპანიების გაძლიერება განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი ქართული კომპანიები ჩამოყალიბდეს ბაზარზე, ჩვენ ამ კომპანიებს უყურებთ როგორც ჩვენს პარტნიორებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. სატენდერო სისტემის რეფორმამ გაზარდა კონკურენცია და შედეგად შესრულების ხარისხიც. ფასი კი შეამცირა. არის არსებითად გაზრდილი ინტერესი. კერძო კომპანიების ინტერესი მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, ეს განსაკუთრებით ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ეს რა თქმა უნდა შეამცირებს პროექტების ხარჯებსაც, როდესაც გახსნილია სისტემა, ბუნებრივ ეს პირდაპირ აისახება შესაბამისი სამუშაოების დანახარჯებზე. დანახარჯებს ამცირებს ტიპური პროექტების შემოღებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქსა თუ სოფელში ყველა სკოლა ერთიანი ევროპული ხარისხითა და დიზაინით აშენდება. განსხვავებული მხოლოდ მასშტაბი იქნება. იზოგება დრო და ფული, რაც პროექტირებაზე იხარჯებოდა. პროექტი, რომელიც შეთანხმდება, მას მოხდება მიბმა და განმეორდება ყველა იმ რეგიონში და იმ სოფელში თუ ქალაქში, თუ სადაც ამის საჭიროება იქნება. ამან მოგვცა საშუალება, რომ დავზოგოთ დრო, ვინაიდან უკვე არსებული სტანდარტული პროექტის განხორციელება სხვა რეგიონებში გაცილებით უფრო მარტივია და დავზოგეთ ქვეყნის ბიუჯეტიც. როგორი უნდა იყოს სპორტული, სასწავლო, კვების, სველი წერტილების მოწყობა და ასე შემდეგ, ხო? ამის დამიხედვით იქნება ტიპიური პროექტი, ანუ თავისთავად უკვე პროექტის ღირებულება ხდება სტანდარტული ყველასათვის, რაც აიაფებს თავისთავად პროექტს. ცალკეული პროექტების მასშტაბს კი განათლების სამინისტრო განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რამდენ ბავშვზე უნდა იყოს გათვლილი და ყველა კმაყოფილია. მშენებელი სამართლიანი პირობებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შემცირებული ხარჯით. ბავშვები კი ევროპული გარემოთი, რომელიც დიდ ქალაქებში თუ ენახათ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. მანამდე იყო ძალიან მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ბავშვებისათვის შეუფერებელი შენობა, ახლა გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტების შენობა, ძალიან კარგი გეგმები აქვს თვითონ მასწავლებლებს და გაერთიანებას და რა ვიცი, ჩვენც მშობლები ძალიან იმედიანად ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ბევრ განათლებას მიიღებენ და კარგ დღეებს გაატარებენ ჩვენი შვილები ამ შენობაში. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის გაკეთებაში. ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს, რომ ბევრი აქტივობა, ბევრი სიხალისეები ელოდებათ ჩვენ შვილებს. ეს იქნება სასწავლო გარემო, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტით აშენებული, პასუხობს თანამედროვე არქიტექტურის ყველა გამოწვევას და ეს იქნება რაღაც თითოეული რეგიონისათვის არქიტექტურულად და ძალიან მნიშვნელოვანი შენობები, სადაც ბავშვებს უნდა უხაროდეთ სკოლაში მისვლა. სკოლაშიც და საბავშვო ბაღშიც და უხარიათ კიდეც. მით უმეტეს, რომ ეს ყოველ ჯერზე დიდი ზეიმია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების 37 საბავშვო ბაღში საღვთელო პროცესი განახლდა. დღეს საზეიმოდ გახსნეს სოფელ ვაჩნაძიანში, ველისციხეზე და ახაშენში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი. დღეს მდგომარეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ მიმდინარეობს 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ეს პირველი ეტაპით გათვალისწინებული საბავშვო ბაღებია და 26 წლიდან დაგვემატება კიდევ მეორე ეტაპით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების მშენებლობა. ამდენი ბედნიერი სახის, ამდენი ბედნიერი ბავშვის და ბედნიერი მშობლის ყურება ძალიან სახალისოა, ძალიან შთამბეჭდავია. მით უმეტეს რომ კვირა არ გავა რომელიმე რაიონში განახლებული ბაღი თუ სკოლა არ გაიხსნას. ტემპი ძალიან მაღალია, თუმცა დასახული ამოცანა გაცილებით დიდი და დროს მოითხოვს. ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის რომ ყველა რეგიონს თავისი პრიორიტეტი გააჩნია და შესაბამისად ვცდილობთ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდეს და არც ერთმა რეგიონმა თავი დაჩაგრულად არ იქცნოს. პრიორიტეტები რჩება პირველ რიგში საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელიც არის რაც გულისხმობს როგორც სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს და სხვადასხვა ტიპის მეგაპროექტებს. თუმცა არის სხვა უამრავი პროექტიც. სკვერი, სტადიონი, გზა თუ მთლიანი დაბა, ზოგი გაჩერებული, ზოგით შეფერხებული და მათ მომლოდინეთათვის თითოეული პრიორიტეტულია. 135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული და ალბათ პარლამენტარები, რომლებიც ადგილზე ხშირად გაქვთ ადამიანებთან ურთიერთობა და კონკრეტულად ადევნებთ თვალყურს პროექტებს, დამეთანხმებით რომ ბევრი არის სამწუხაროდ ესეთი მაგალითი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ველისციხის მოსახლეობას გაჩერებული სამუშაოების გამო ბოდიშს უხდის. მინდა რომ ბოდიში მოუხადო ველისციხის მოსახლეობას, რომ დროის ფაქტორია, სატენდერო პროცედურები რომ სწორად გავიაროთ და ჩვენ მივიღოთ კაი კომპანია, რომელიც დაასრულებს ამ სამუშაოს. და დროის ფაქტორიც მინიმუმამდეა დაყვანილი. ახალი სკოლა ველისციხეში უკვე გაიხსნა და დანარჩენი სამუშაოებიც რიგშია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ველისციხის რეაბილიტაციისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს. მიზეზი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. მაქსიმალურად მოკლე დროში ვეცდებით რომ და ეს პროცესია ახლა მიმდინარე, რომ პირველ რიგში შეწყდეს, შემდგომ უკვე გამოცხადდეს ახალი ტენდერი. შედეგად 15 საუკუნოვანი ველისციხე ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს და კახეთსაც კიდევ ერთი ტურისტული ცენტრი შეემატება. თამდები სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი. კახეთს გარდა მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი ბევრ სხვა ისტორიულ დაბასა თუ ქალაქში იწყება. ამ ეტაპზე იგეგმება ქუთაისში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისთვის, ასევე იგეგმება თელავის მიმართულებით პროექტების გაფართოება, ვიწყებთ უახლოეს მომავალში სიღნაღში ძალიან მნიშვნელოვანი ურბანული პროექტის განხორციელებას, ასევე ფოთში იგეგმება რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ასეთი ტემპი და მასშტაბი ფულად რესურსს მოითხოვს, რაშიც მთავრობას საერთაშორისო პარტნიორები ეხმარებიან. ევროპის, აზიისა და მსოფლიო ბანკები აღმშენებლობის პროცესში სრულად არიან ჩართულნი, რაზეც რეკორდული ციფრები მეტყველებს. სკოლა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეაბილიტირდა. ჯამში 37 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მათი დახმარებით, რომლიდანაც 5 უკვე დასრულების ეტაპზე. რაც გასაკვირია არ არის იმ ფონზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყველა უმსხვილეს პროექტშიც უხვადდებენ ინვესტიციას. ჩქაროსნული მაგისტრალი იქნება ეს პორტი თუ რკინიგზა. დარწმუნებით, რომ მთავრობა გამოწვევებს თავს გაართმევს და ინვესტიციაც მოგებას მოიტანს. მადლობა აზიის განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის, მადლობა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის და მადლობა ევროპის საინვესტიციო ბანკს მხარდაჭერისთვის, ჩართულობისთვის. რა თქმა უნდა, სწორედ მათი თანამონაწილეობის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ პროექტის სათანადოდ განხორციელება. სატრანზიტო მაგისტრალი ეკონომიკისთვის ბიძგია, თუმცა ამავე მიზანს ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურაც სჭირდება. პირველ რიგში კი ისეთი, რომელიც ახალი თაობის განათლებას და გაჯანსაღებას ემსახურება. მაგისტრალიც და ეკონომიკაც მომავალი თაობის სამართავია და მომავლის წარმატებაც მასზეა. ეს უკვე მესამე სპორტული ობიექტია საქართველოში, რომელსაც ერთად ხსნით ქუთაისის და რუსთავის სპორტული კომპლექსების შემდეგ. ჩვენ ვაძლიერებთ სხეულსა და გონებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისაც, რომ ძვირფასი თაობები შევქმნათ საქართველოში. დღეს ჩვენ ზუგდიდ შევხსნით სპორტულ კომპლექსს, რაც ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას ზუგდიდისთვის,
ამ რეგიონისთვის და რასთავარია ჩვენი მომავალი თაობისთვის. დიდი და მცირე საცურაო აუზები, რომლებიც წყალბურთის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ფიტნესის და ძალოსნობის დარბაზები, სპორტ კომპლექსის გვერდით ასევე აშენდება კალათბურთის დარბაზი, პადელის მოედანი და ჩოგბურთის კორტები. ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ უახლოეს მომავალში. მთავრობის ახალი პროგრამით ასეთივე მულტიფუნქციური ცენტრი ყველა 64-ვე მუნიციპალიტეტში აშენდება, სადაც ოლიმპიური სტანდარტის აუზებსა და სტადიონებს გარდა შემეცნებითი და შემოქმედებითი წრეებიც იმუშავებს და ახალგაზრდების განვითარების ფართო არჩევანს მისცემს. ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტების 40-მდე საფეხბურთო, სარაგბო, მოედანი და სავარჯიშო კომპლექსი აშენდება, რაც დღევანდელ გაჯეტების ეპოქაში 10,000-ობით ბავშვს საშუალებას მისცემს თანამედროვე ბაზებსა და მოედნებზე ივარჯიშონ და ითამაშონ. პროცესი უკვე დაწყებულია თან რეკორდული ტემპით. სოფელ არხილოს კალოში ლაშა-ბექაურის სახელობის სპორტული კომპლექსი გაიხსნა. ზუგდიდ დღეიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი ექნება. ქალაქ წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. მოეწყო კომბინირებული მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი. თბილისს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი შეემატა. ახალი ობიექტი, რომელიც ტაბახმელაში აშენდა, სრულად აკმაყოფილებს ახალგაზრდა სპორტსმენების საჭიროებებს. ვარკეთილის დასახლებაში მრავალფუნქციური კომპლექსი გაიხსნა, საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები, დასასვენებელი და საგანმანათლებლო შემეცნებითი სივრცეები. სპორტის მულტიფუნქციური ცენტრი შარშან რუსთავშიც გაიხსნა. ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ჯანსაღ ახალ თაობაზე, სპორტის განვითარებაზე ზრუნვა პრემიერის კრედოა და პოლიტიკის პრიორიტეტიც. ჩემი რუსთავ ქალაქი. შემოგელოთ ყველას უდიდესი მადლობა, ყოველთვის მოლოდინს აჭარბებთ ხოლმე. ილია თოფურია და ეს ქალაქი რა თქმა უნდა ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს და ეს დღევანდელი დღე ამ დარბაზის გახსნაც არის იმის გამოხატულება, რომ მაქსიმალური ზრუნვა არის საჭირო ამ ქალაქზე, რუსთავზე. და არც აქ გაჩერდა ინფრასტრუქტურის განვითარება. მულტიფუნქციურ ცენტრს გადაღმა უსხულესი საფეხბურთო ცენტრი აშენდა. ასობით ბავშვი გაახარა და ვარჯიშის სტიმულიც გაუასმაგა. კვარაცხელიას და მამარდასაც ასევე რუსთავი აქვს გამოვლილი და ეხლა უკვე დიდ გუნდებში თამაშობენ და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. ფეხბურთი არის ჩემთვის ასე ვთქვათ ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს სტადიონს, საფარს და თვითონ გარემოს. მინდა რომ კარგი ფეხბურთელი გავხდე და ვასახელო ჩემი ქვეყანა. საქართველოში ყველა მის ქალაქში ყველა სტადიონი იქნება ერთი მეორეზე უკეთესი და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ძლიერი ქვეყანა, მათ შორის საფეხბურთო და სპორტული მიმართულებით. რუსთავში ფეხბურთის ტექნიკური ცენტრის გახსნაზე უკვე მომდევნო მეგაპროექტი, ახალი სტადიონი დაანონსდა. ინფრასტრუქტურის განვითარება წუთითაც არ ჩერდება. გარდა ამისა, დღეს ასევე გვინდა გავაცხადოთ, რომ რუსთავში ჩვენ გვეგმავთ ტრადიციული ძველი სტადიონის განახლებას, პრაქტიკულად ახალი სტადიონის მშენებლობას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ამისათვის პროცედურები, შესაბამისი სამუშაოები და 8,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება ძალიან მალე. რუსთავს ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს, როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის. ამით ბატონ პრემიერო, დიდი ფეხბურთი დაბრუნდება რუსთავში, დარწმუნებული ვარ და აი აქ პირობას გაძლევთ, რომ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია დაიწერება ამ ახალი შესაძლებლობით და სულ ვამბობთ ხოლმე, რომ პროექტი არ გამოიხატება თანხაში, გამოიხატება რამდენი ახალგაზრდა დაინტერესდება, რამდენ ოჯახს ექნება შესაძლებლობა, რომ შვილი თანამედროვე უსაფრთხო გარემოში ჯანსაღი ცხოვრების წესით დააკავოს. ბატონი პრემიერის დავალებით 23 მუნიციპალიტეტში უკვე დავიწყეთ მსგავსი საფეხბურთო მოედნების მშენებლობა და გადმოგცემთ რუკას და მომავალ წელს 3 ოქტომბერს გადმოგცემთ უკვე გაცილებით მეტი მოედნებით ესეთივე რუკას. სპორტულ მაჩვენებლებს გარდა ყველა ეს პროექტი სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსაც გააუმჯობესებს. გააქტიურებს რეგიონებში საზოგადოებრივ ცხოვრებას. ბიზნესს მისცემს ახალ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებს.
შეამცირებს ქალაქსა და სოფლად ცხოვრების ხარისხობრივ სხვაობას. ქვეყნის სიძლიერის გამსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს რეგიონების და ქალაქების დაბებისა და სოფლების თანაბარი განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სერვისი, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის. ამ ამოცანის ფარგლებში 2 მილიარდი ლარი მხოლოდ მულტიფუნქციური ცენტრების განვითარებას მოხმარდება. გაცილებით მეტი კი რეგიონულ ცენტრებში თანამედროვე ევროპული გარემოს შექმნაზე დაიხარჯება. ეს ბათუმში გმირთა განახლებული ხეივანია, შთამბეჭდავი და მასშტაბური, როგორც დღისით, ასევე ღამით. არანაკლებ შთამბეჭდავია ვანის განახლებული ცენტრი, კეთილმოწყობილი გზები, ტროტუარები და პარკები. ვანს ტოლს არუდებს განახლებული ხონი პომპეზური თეატრით, ყუდრო სკვერებით, ქუჩებითა და მოედნებით. ეს კი განახლებული ტყიბულია, სახელოვან მეშახტეთა ქალაქი. ათობით სხვა ურბანულ პროექტთან ერთად ბოლო 1 წელიწადში შესრულებული. ამ პროცესში მთავარი როლი არქიტექტურულ გადაწყვეტას ენიჭება, რაც აქამდე უყურადღებოდ რჩებოდა. დიზაინ ბილდის პრინციპით არქიტექტურულ გეგმას მშენებელი ადგენდა, ხშირად არაპროფესიულად და ეს მშენებლობის ეტაპზე პრობლემებს ქმნიდა. სამუშაოების წარმოების ეტაპზე, როდესაც აღმოჩნდება, რომ პროექტი არის ხარვეზიანი, აუცილებელი არის ამ ხარვეზის გამოსწორება, რაც თავისთავად გარკვეულ ვადებს მოითხოვს და ხდება ამ მიზეზით პროექტის გახანგრძლივება. დიზაინ ბილდის პრინციპმა არქიტექტორები იმდენად დააშორა სამთავრობო პროექტებს, რომ მათ შემოbrunებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდა. როგორ მოახდინოთ პროვოცირება მეტი არქიტექტორები და განსაკუთრებით არქიტექტორები ჩართოთ ამ პროცესში და ზოგადად როგორ გავაჯანსაღოთ წლების განმავლობაში გულგატეხილ არქიტექტორებში არქიტექტურული კონკურსების იდეა. ეს არის ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრა, თუ არსებობს რაიმე ბარიერები მათი ამ კონკურსებში მონაწილეობის, გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა რომ ეს იყოს ძალიან ღია, კონკურენტუნარიანი პროცესი. და როგორც კი პროცესი გაიწმინდა და გაჯანსაღდა, გაჩნდა კონკურენციაც, რაც პროექტების ხარისხზე უკვე მკაფიო დაისახა. კონკურსები გვაძლევს საშუალებას, რომ ხარისხის მიხედვით, ფასთან ერთად ხარისხის მიხედვით შევარჩიოთ პროდუქტი და არა ვთქვათ სტანდარტული წესით, როგორც ხდებოდა დიზაინ ბილდის ქვეშ, მხოლოდ ფასით შესყიდვა და შემდგომ უკვე ბევრად ნაკლები ყურადღება ექცეოდა უშუალოდ შენობის ხარისხს და ვიზუალს. არქიტექტურულმა კომპანია დემარკმა მულტიფუნქციური ცენტრის პროექტზე შეკვეთა კონკურსით მოიპოვა და მუშაობის პროცესში ყველა თანამედროვე მიდგომა გამოიყენა. საბოლოო შედეგი კომპანიის პრესტიჟის საგანია. ქუთაისში ვაპროექტებთ მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს. ჩვენ არ გვინდა რომ ეს შენობა იყოს მხოლოდ რაღაც სპორტული დარბაზი. ეს არის სპორტის სასახლე, ოღონდ მრავალფუნქციური. საჭიროების შემთხვევაში ერთი ტრიბუნა მთლიანად არის ტრანსფორმირებადი და ამ გარდაიქმნება სცენად, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი კატეგორიის კონცერტის ჩატარება. არქიტექტორები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს და მთავარი გადაწყვეტილების მიღება არა ფასიდან გამომდინარე ხდება, არამედ პროექტის ხარისხიდან და მისი ასე ვთქვათ ვიზუალური ნაწილიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შედარებით მეტ დროს დავხარჯავთ პროექტირებაზე, იმისთვის, რომ ნაკლები დრო დავკარგოთ უკვე მშენებლობის პროცესში. საკონცერტო დარბაზები, სტადიონები, პარკები, ჩქაროსნული მაგისტრალები, ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქვეყანასა და ტურიზმს მეტ მობილობას ცენს, ხოლო სადაც მაგისტრალით ვერ მიხვალ, იქ შიდა გზები შენდება. ყველა მიმართულებით და ყველა ერთიანი, მაღალი სტანდარტით. სიახლე დმანისი გომარეთი ბედიანის გზის მშენებლობაა. რეაბილიტირებული მონაკვეთი გადის სოფლებს, ვარდისუბანს, დიდ დმანისს, განთიადს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მუნიციპალიტეტების შიდა საგზაო კავშირს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის სრული რეაბილიტაცია, გაფართოვდა სავალი ნაწილი, გამაგრდა გზის საფუძველი და აშენდა ახალი სახიდე გადასასვლელები. ასევე მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, კინაბეტონის სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილები.
იხვეწება გზის საფარის ტექნოლოგიაც. 2026 წლიდან აიგრძალება არამოდიფიცირებული ასფალტის დაგება საქართველოში. ჩვენი განხორციელებულ პროექტებს გულისხმობ და მთლიანად გადავალთ მოდიფიცირებულ ასფალტზე, რაც გაცილებით ხანმედეგი პროდუქტი არის და გაცილებით გამძლე ხდება გზა. ასფალტს თანამედროვე კომპონენტები დაემატება, მათ შორის რეზინის ფხვნილი, რაც ახალ წარმოებასაც მისცემს ბიძგს, ნახმარი საბურავების გადამუშავებას და საუკუნის მსხვილი ეკოლოგიური პრობლემაც გადაიჭრება. წლის ბოლოს საერთოდ განახლებული ქარხანა შემოემატება ჩვენს ქვეყანას და ყველაზე მაღალი ხარისხის არათუ საქართველოში, არამედ რეგიონში და მისი ნარჩენი, რომელიც განვითარებულ სამყაროში აქტიურად გამოიყენება ასფალტის მდგრადობის გასაუმჯობესებლად, გახდება ასევე კიდევ ერთი შესაძლებლობა ცირკულარული ეკონომიკის გასანვითარებლად. ასფალტო-ბეტონის საფარის მოდერნიზაციას და მოდერნიზებულ საფართან დაკავშირებით ჩვენთვის ყველა ინოვაციური მიდგომა, ყველა ახალი თანამედროვე მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ თავის მხრივ ჩვენ ქვეყანაში მოხდეს ამ ტექნოლოგიების დანერგვა. MGV ასოციაციები არსებობს საქართველოში და MGV ასოციაციები აგროვებენ საბურავის ნარჩენებს. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საბურავების გადამამუშავებელი საწარმო უკვე ამ წლის ბოლოს იქნება საქართველოში უმაღლესი სტანდარტის საბურავების გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც შესაძლებლობა ექნება 15000 ტონა საბურავი გადაამუშავოს მექანიკურად დააკოცმაცოს, რაც შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოშივე გამოვიყენოთ ეს გადამამუშავებული მასალა ასფალტის წარმოებაში. თუმცა მოვლა პატრონობა მოდიფიცირებულ ასფალტსაც სჭირდება, მათ შორის დაგების მეორე დღიდანვე და ესეც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამოცანაა, რომელსაც ასობით სპეციალისტი ემსახურება. ჩემთვის არჩევათია არც კვირა, რომ მე ამათთან ერთად ვარ. ამათ ჭირვა არამსაც ვიზიარებ. ჩემი მუშები, ჩემი მექანიზატორები არიან ჩემი მარჯვენა ხელი და ჩემი სამუშაოთა მწარმოებლები. მე ესენი რო არ მყავდეს ასეთი კვალიფიციურები, ასეთი კარგები, მე ვერ ვიარსებებდი, ფიზიკურად ვერ ვიმუშავებდი. მე ამათი იმედი. მართლაც ასეულობით ადამიანი არის სამინისტროში და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში დასაქმებული, რომელიც კეთილსინდისიერად საქმიანობს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს. ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლები, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და ყველა ერთად მინისტრიდან მუშამდე ერთ ოჯახად დგას ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამსახურში. ახლა უკვე გამჭვირვალე სატენდერო სისტემითა და კონტროლის მექანიზმით. საინჟინრო, არქიტექტურული და სამშენებლო რესურსით, ახალი ტექნოლოგიებით, განვლილი შეცდომების გაცნობიერებით და სრული სვლით ერთი მიმართულებით. წინ და მხოლოდ წინ.